8 მარტი მიულოცეთ ქალბატონებს ჩვენი შესაძლებლობების მიხედვით. პატარა საჩუქრებიც გამოვძებნეთ, ყვავილებიც მოვძებნეთ, ყველაფერი რაც შეგვეძლო ვეტერანთა კავშირს და მოვიწვიეთ დიდებული ქალბატონები, რომლებიც არა მარტო ზესტაფონს, არამედ მთელ საქართველოს ამშვენებენ. ყველანი საზოგადო მოღვაწენი, ყველანი შესანიშნავი ოჯახის, შესანიშნავი შვილების გამზრდელები და შვილიშვილების გამზრდელები. აი ასეთი ხალხი ჭირდება ზუსტად, ასეთი ქალები ჩვენ ერს, ჩვენ ქვეყანას. მიულოცე 115 წლისთავია ქალთა საერთაშორისო დღის. მოგეხსენებათ 1910 წელს კოპენჰაგენში დანის დედაქალაქია ყველა მიცით მაგი კლარა ცეტკინის ხელმძღვანელობით შეიკრიბა ქალები და გამოაცხადეს ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი. მოგიხსენებათ ზესტაფონში ფუნქციონირებს ვეტერანთა საბჭო. ყოველთვის ანებიურებენ ძვირფას ქალბატონებს ამ ლამაზი დღის მილოცვით. დღესაც დღევანდელი ღონისძიება აღნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ და გვინდა აღნიშნოთ ისეთი ლამაზი დღე, როგორიც არის 8 მარტი. დაულოცოთ ქალბატონებს თავიანთი სავალი გზა, უსურვოთ ბედნიერება, წინსვლა, წარმატებები და ძლიერება ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რაც მათ ცხოვრების გზებზე შეიძლება შეხვდეთ. გადავეცით ლამაზი ვარდები, საჩუქრად წიგნები, მისალოცი ბარათები და ვცდილობთ მოკრძალებულად აღნიშნოთ ღონისძიება. მეც ერთ-ერთი როგორც ჩართული ვეტერანთა საბჭოს გამგეობის წარმომადგენელი, ასევე ყველა ქალბატონს ულოცავ ამ ლამაზ დღეს. წინსვლა და წარმატება. მინდა აღვნიშნო ასევე, რომ შესაბამისი საჩუქრები მერიის ინიციატივით იყო შეძენილი და გადმოცემული და გათვალისწინებული იყო მათ ბიუჯეტში და მადლობა მერიას და მერს და შესაბამის შემსახურებს ასეთი ლამაზი საჩუქრებისთვის. მარტის დღესასწაულები ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულებია. ჩვენი ქალბატონებისთვის მილოცვის საშუალება გვეძლევა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ყოველთვის აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას ქალბატონებისადმი და აი ამ დღევანდელ ღონისძიებაზეც ჩვენ ვეტერან ქალბატონებს მოვიწვიეთ და მცირედ საჩუქართან და ყვავილებთან ერთად მიულოცეთ დედის დღე, ქალთა საერთაშორისო დღე და აი ახლა ამ ქალბატონების თანდასწრებით მინდა ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა მაცხოვრებელს ქალბატონს მიულოცო და წარმატებები უსურვო. შესანიშნავი ღონისძიება მოაწყო დღეს ვეტერანთა რაიონულმა კავშირმა ბატონ რამინ შერგელაშვილმა მოგვილოცა ქალაქის მერმა და ძალიან წარჩინებული საზოგადოება შეიკრიბა, კარგი საზოგადოება, კარგი ქალბატონები და ბევრი კარგი ქალბატონი ალბათ სახლშია და კიდევ სამსახურში თავის საქმიანობს და ყველა ზესტაფონს, ყველა ქალს, ყველა დედას უსურვებ მრავალ გაზაფხულის დღესასწაულს სულ ბედნიერად შეხვედროდეს, ბედნიერები ყოფილიყვნენ თავიანთ ოჯახებით და ბედნიერ ქვეყანაში ეცხოვროს თავის შვილებთან ერთად. ვილოცავთ ყველას ქალბატონებო, თქვენ სოფლიოს ქალბატონებს, ყველას განურჩევლად რასისა, განურჩევლად რელიგიისა, განურჩევლად ასაკისა, სულ გაზაფხული ყოფილიყოს მათ ცხოვრებაში. მადლობა ზესტაფონის მერიას, მადლობა ომის ვეტერანთა საბჭოს ბატონ რამის ჩვენი სიურპრიზის გაკეთებისათვის და ბოლოს განსაკუთრებული მილოცვა მინდა გაუგზავნო ზესტაფონის სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ქალბატონებს. ამ დღეებში მათ საოცარი თავდადება გამოიჩინეს თავისი პროფესიის მიმართ. საოცრად დაუდგნენ თოლში, აი როგორი სტიქიური პრობლემები ქონდა გახსოვთ, მართლა საოცარი შეუპოვრობა და პროფესიული თავდადება. არა თუ სამედიცინო სამსახურის დახმარებას უწევდნენ პაციენტებს, მათ ტრანსპორტირებაში აქტიურად ღებულობდნენ მონაწილეობას და ერთ-ორჯერ შევესწარით, მანქანასაც კი აწვებოდნენ თოლმა, რომ ხელი შეუშალათ. ვილოცავთ ქალბატონებო, დაფასებული იყოს თქვენი შრომა და თავდადება უფლის და ხალხის მიერ.